მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. ძალიან საინტერესო თემას უნდა შევეხოთ, რომელიც ბევრ ახალბედად ედიკოს აინტერესებს. ორსულობის და მშობიარობის შემდეგ როგორ დავუბრუნდეთ ცხოვრების ჯანსაღ და აქტიურ წესს, როგორი ვარჯიშები ჯობია შევასრულოთ, ისე რომ სწრაფად აღვიდგინოთ ძალები, მოვიყვანოთ კუნთები ტონუსში, თუმცა ამაზე უფრო ცლად ჩემი რესპონდენტი ისაუბრებს. ნათია ღარიბაშვილი გვიერთდება დილიდან 12 რაუნდის სამწვრთნელო სკოლის თანადამფუძნებელი და პერსონალური ინსტრუქტორი ნათია დილომშვიდობით. კომპეტენტურად გვეტყვით. მშობიარობის შემდეგ პირველი რამდენ ხანში დავიწყო ვარჯიში? ზოგადი რეკომენდაციებით სასულიერის მშობიარობის შემდეგ 6 კვირის თავზე. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყველა ქალის სხეული არის ინდივიდუალური. ვიღაც მთელი ცხოვრება ვარჯიშობს, ვიღაც არა, ვიღაცას მარტივი ორსულობა მშობიარობა ჰქონდა, ვიღაცას რთული, ამიტომ აუცილებლად ჯერ მივდივართ ჩვენს გვიან გინეკოლოგთან, ვიტარებთ საბოლოო კვლევებს, ეხოსკოპიაც და მხოლოდ ჩვენი ექიმისგან რეკომენდაციების მიღების შემდეგ ვიწყებთ უკვე ფიზიკურ დატვირთვას. ფიზიკური დატვირთვაც ადამიანის სხეულის შესაძლებლობის მიხედვით განსხვავდება, რა თქმა უნდა, ამიტომ ეხლა შემოგსავაზებთ ისეთ საბაზისო ვარჯიშებს, რომელიც ყველანაირი შესაძლებლობის ქალბატონისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო იქნება. ამიტომ ეხლა გვიყურეთ, დარჩით ეთერის ბოლომდე და ჩვენ გაჩვენებთ იმ საუკეთესო ვარჯიშებს, რომელიც არის უსაფრთხო მშობიარობის შემდეგ. ნათიაზე გადავიტანთ აქცენტს, იმიტომ რომ ნათია უფრო საუკეთესოდ ახსნით ყველაფერს. თუმცა ჩემთან ერთად გააკეთე. რა თქმა უნდა, მე ვეცდები მაქსიმალურად. ორსულობისა და მშობიარობის დროსაც პირველი ყველაზე ისეთი დატვირთული ზონები ქალის სხეულში ეს არის ხერხემალი, მუცლის პრესის შიდა ღრმა კუნთები და მენჯის ფსკერის კუნთები. მენჯის ფსკერი ცოტა უკვირთ ხოლმე, მაინც ჯერჯერობით ესეთი ცოდნა არ არის ქვეყანაში დავიტყვე, ეს არის კუნთები, რომელიც ბოქვენისვლიდან კუდუსვენ ზლამდე არის განთავსებული და აი აქ რაც კი შიდა ორგანოები გვაქვს, აი ამ მენჯის ფსკერის კუნთებს უჭირავს. ამიტომ ამ ყველაფრის ტონუსში მოყვანა არის აუცილებელი და ყოველთვის როდესაც ვარჯიშის დაწყებას ვახსენებს, ყველას გონია, რომ აი დავიწყეთ პრესები, დავიწყეთ ხტუნვა და ასე შემდეგ. არავითარ შემთხვევაში არც პრესებს ვაკეთებთ, არც ხტუნაობთ, არც წონებით არ ვარჯიშობთ. ჩვენი პირველი მიზანი არის, რომ გამოვაჯამრთელოთ და ასე ამბობენ ხოლმე მშობიარობის შემდეგ, რომ ქალი თავის ხელს გონებით უნდა დაუბრუნდეს და დაუკავშირდეს. ამიტომ ვაკეთებთ დიაფრაგმის ვარჯიშებს, კერის ვარჯიშებს და ხერხემლის ვარჯიშებს. თან გაჩვენებთ, იმისთვის რომ დროში მოვასწროთ მოძრაობებს თითოჯერ გაჩვენებთ, მაგრამ თან აგიხსნით რა და როგორ. პირველი მოვთავსდით ხერხემალი აუცილებლად იატაკს მყარად უნდა ედებოდეს და ვიწყებთ დიაფრაგმულ სუნთქვას. ამიტომაც არის რომ ჯერ პრესებს არავითარ შემთხვევაში არ ვაკეთებთ, ისევე როგორც კეგელის ვარჯიშებს, იმიტომ რომ ვის როგორი მშობიარობა ქონდა არ ვიცით, შეიძლება იყოს ნახევები, ნაკერები და ასე შემდეგ. ამიტომ პრესის ვარჯიშების კეთებამდე ჯერ დიაფრაგმის ვარჯიშებს ვაკეთებთ. ეს ესე გამოიყურება. მარტივი აღსაქმელი არის ერთი ხელი დაიდე ზევით ნეკნებთან, მეორე ხელი დაბლა აი აქ საშვილოსნოსკენ. უნდა ჩავისუნთქოთ და მუცელი თითქოს ბურთივით უნდა გავბეროთ და ამოსუნთვის დგოს ვიგრძნობთ, რომ ეს ზედა ხელი ქვედა ხელთან შეერთდა და აი ნეკნები თითქოს შიგნით ღრმად ჩავიტანეთ. ახლა გავაკეთოთ უტრირებოდ, რომ მაყურებელმა დაინახოს. ჩავისუნთქეთ ღრმად, გაბერე მუცელი კარგად. ნახეთ, აი ეს 360 გრადუსიან სუნთქვასაც ეძახიან ამას და ეხლა ეს ყველაფერი შიგნით ღრმად უნდა შევიტანოთ. ნახეთ, ხელებსაც ვიგრძნობთ, რომ თითქოს ერთმანეთთან შეერთდა. ესე დაახლოებით 7-10 წამი უნდა შევიკავოთ სუნთქვა. თუ ვერ შევძლებთ, რამდენი ხანსაც მოვახერხებთ. მერე ბუნებრივად სხეული უკვე ტონუსში რომ მოვა, დროს გავსვდით. დაახლოებით 3-4 ჯერ ამ გამეორებებს გავაკეთებთ და გადავალთ უკვე შემდეგ ვარჯიშზე. კიდევ ერთხელ გავაკეთოთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ვარჯიში არის. ჩავისუნთქეთ ღრმად, აი გავბერეთ მუცელი და ჩავიტანეთ შიგნით, აი ნეკნები თითქოს ქვევით ჩავიდა წელისკენ ფსკერის. კი ბატონო. ეხლა გავაკეთოთ შემდეგი ვარჯიში, რომელიც მენჯის ფსკერის ჯანმრთელობას უკავშირდება. ხერხემალი აუცილებლად მყარად დაფიქსირებული, გლუდ ბრიჯს ეძახიან ამას, ფეხები ხრის სიგანეზე და მენჯით ვაწვევით ზევით. გვიჭირავს, თუ სახლში გვექნება ბურთი ან ბალიში ცოტა მკვრივი, შეგვიძლია ფეხებს შორის ჩავილაგოთ და დამხმარე საშუალებად. ამოვედით. ამოსვლის დროს ბოლომდე ამოსუნთქული ვართ, აი ეს ნეკნები ისევ ჩატანილი გვაქვს და სადღაც 10 წამი უნდა გავძლოთ, 10-მდე დავითვლით, ჩავალთ დაბლა, ჩავისუნთქავთ ისევ ღრმად. ამოსვლის დროს ბოლომდე ამოვისუნთქავთ, მენჯით უნდა მივაწვეთ, 10 წამი გავძლოთ ესე, ბეჭები მყარად იატაკზე.
და ისე მოვაკეთეთ. გადავალთ შემდეგ ვარჯიშს. მესამე ვარჯიშს. ეს მენჯის მტკვრის ვარჯიშები არის. ამის სამი სხვადასხვა ვარიაცია არსებობს. თითო ჯერ სამივეს გაჩვენებთ და რომელ დედიკოსაც, რომლის გაკეთების შესაძლებლობასაც შექმნება, იმას გააკეთებს. ხელების ზევით ეს ყველაზე მარტივია, ერთმანეთის საპირისპირო ხელი და ფეხი. წავიდა, როცა ხელი და ფეხი გადაშლილია, მაშინ უნდა ამოსუნთქული ვიყოთ და ეს ნეკნები მაქსიმალურად შეკრული, მოზიდვის დროს ჩავისუნთქვით. მეორე. ამოვისუნთქეთ მეორე. ამის უკვე რთული ვარიანტია, ფეხები სტატიკურ პოზიციაში, დანარჩენი იგივე. ამოვისუნთქეთ, შევისუნთქეთ. ამოვისუნთქეთ, შევისუნთქეთ და ბოლო ვარიანტი. ავწიეთ გლუჯ ბრიჯის პოზიციაში დავბრუნდით და გავართულეთ ახლა ეს მოძრაობა. წეღან თუ ორივე ხელფეხს ერთდროულად ვაკეთებდით ლიკა. ახლა ვიზავთ, ჯერ ერთ მხარეს დავასრულებთ, ამ დროს ბეჭები მყარად, მენჯი ნახე, როგორ თითქოს ჩატრიალებული მაქვს, არავითარ შემთხვევაში ეს არ უნდა მომივარდეს, სულ მოჭიმული მაქვს პრესი და წავიდა ერთმანეთისკენ. უბრალოდ ხელი და ფეხი კი არ ვამოძრავოთ სახსარში. თითქოს აი ეს ხელი ბეჭით გვინდა რომ ცენტრში ფეხს შევახვედროთ. ასე ვიზავთ თითო მხარეს 10 ჯერ 3 მისვლას. ეხლა გადავიდეთ ხერხემალზე, ხო? ბოლო ვარჯიში 1 წუთი დაგვშა დაახლოებით და დავასრულებთ ამ ვარჯიშით. პირად შეგრძნებებს და უყურონ ხოლმე. ამას ქვია სუპერმენები. დავდგებით 4-ზე, მოვიხრებით, გავიშალეთ. მოვიხარეთ, გავიშალეთ. ორივე მხარეს გავიმეორებთ, რა თქმა უნდა. ბოლოს ჩვენს თავს ვატყვეთ მადლობას, რომ მთელი ერთი ადამიანი შევქმნით და დაუბადეთ და გახსოვდეთ, რომ ვარჯიშების შემდეგ ჯანსაღი თეფშის პრინციპის დაცვა აუცილებელი არის ნებისმიერი დედიკოსთვის. ნათია, ძალიან დიდი მადლობა. მადლობა ძალიან კარგი რჩევები მოგვეცით. მე მაყურებელს ვეთქვი, რომ ნათია ღარიბაშვილი იყო დილიდან ჩემი რესპონდენტი და მე მგონი, რომ ძალიან კარგი ვარჯიშები გასწავლეთ. თუ ხართ ახალბედა დედიკო, შეგიძლიათ რომ ესე დაიწყოთ ვარჯიშები. ჩვენ დაგემშვიდობებით ბედნიერ წარმატებულ ენერგიულ დღეს გისურვებთ. ძალიან დიდი მადლობა ლიკუნა შენს არაჩვეულებრივ რესპონდენტს და მართლაც ძალიან პრაქტიკული რჩევები მოგცა ყველას ჩვენ.